მოგესალმებით ძვირფასო და პატივცემულო მაყურებლებო, თქვენი ბრძანებით არხზე გლობალური შერკინება. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ მოგელით ძალიან საინტერესო დაპირისპირება ორი მონსტერვერსის ბოროტმოქმედს შორის. სამთავიანი ალფა ტიტანი კინგ გიდორა შეებრძოლება უზარმაზარ მექანიკულ ურჩხულს მექაგოძილას. წინასწარ დავაზუსტებ, რომ პერსონაჟების ვერსიები იქნება ორი ბოლოსწინა მონსტერვერსის ფილმიდან. მაშასე მეგობრებო, რაც შეიძლება კომფორტულად მოკალათდით, მოიმარაგეთ სხვადასხვა ტკბილეულობა, რადგან თქვენ მოგელით ძალიან საინტერესო და მასშტაბური განხილვა. წავიდა. და დასაწყისისთვის, როგორც ყოველთვის, დავიწყოთ პერსონაჟებით და მათი მახასიათებლებით. დავიწყოთ კინგ გიდორით, ასევე ცნობილი როგორც მონსტრი ზერო. გიდორა ანდა მონსტრი ზერო არის კოსმოსური წარმოშობის ტიტანი, რომელიც რამდენიმე მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჩამოვიდა, რათა გაენადგურებინა და თავისთვის შეესაბამებინა. იგი არის გოძილას ბუნებრივი მტერი ტიტულზე მონსტრების მეფე. მას აქვს სამი თავი, ორმაგი კუდი და უზარმაზარი ფრთები. იგი გარეგნულად დრაკონს გავს, თუმცა ცეცხლისმაგივრად იგი ასხივებს ყვითელ გრავიტაციულ სხივებს პირიდან. გიდორა არის გამანადგურებელი, რომლის მიზანია შეცვალოს მის გარშემო არსებული გარემო და მას მოერგოს. ახლა კი მოდით შევხედოთ მექაგოძილას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ურჩხული Apex Cybernetics-ის მიერ, რომლის მიზანი იყო გოძილას მსგავსი ტიტანებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. გიდორას ინტელექტთან და ღრუ დედამიწის ენერგიასთან ერთად ის იქცა მანქანად, რომელსაც გოძილა და კონგი ძლივს უმკლავდებოდნენ. და როგორც ყოველთვის, პირველი პუნქტი არის ზომა. კინგ გიდორას სიმაღლე შეადგენს 162 მეტრს, ფრთების სიგრძე კი 396 მეტრს და იწონის იგი 140,000 ტონას. მექაგოძილას სიმაღლე შეადგენს 150 მეტრს. წონა კი უცნობია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის გოძილაზე ოდნავ მაღალი იყო და მის შესაქმნელად ბევრი მასალა იყო საჭირო, მაშინ მისი წონა აუცილებლად 100,000 ტონას უნდა შეადგენდეს. მთლიანობაში, ზომებში უპირატესობა იქნება გიდორისაკენ, რადგან მისი ფრთები მას უფრო შთამბეჭდავს ხდის და მექაგოძილას წონის გამოთვლა ზედმეტად საკამათო და თვითნებურია. შევადაროთ ზალა. ორივე საკმარისად ძლიერი იყო, რომ მთელი ქალაქები წაეშალა დედამიწის სახიდან. გიდორას გააჩნდა საშინელი დამანგრეველი ძალა და მას ადვილად შეეძლო უზარმაზარი ცათამბჯენის ჩამონგრევა. ასევე გიდორას მოუხერხდა როდანის ჰაერში დაძლევა, მოუხერხდა ახლო ბრძოლაში გოძილას დაძლევა და შეძლო მისი აწევა სტრატოსფერომდე. შეგახსენებთ, რომ გოძილას წონა მაგ დროს შეადგენდა 100,000-ობით ტონას. ასევე გიდორა თავის კისრისხოვებით და ფრთებით გოძილას უპრობლემოდ აკავებდა. რაც შეეხება მექაგოძილას, მისი წინა ინკარნაციებისაგან განსხვავებით, მექას ამ ვერსიას ჰქონდა გაზრდილი ძალა და ყველანაირი სირთულის გარეშე შეძლო ზრდასრული თავისქარის ეშმაკის დამარცხება. ასევე მას უპრობლემოდ მოუხერხდა მთიდან გამოღწევა. თავისი ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით შეძლო მონსტრების მეფის გარკვეულ მანძილზე გადასროლა. ასევე მას მარცხნივ და მარჯვნივ ისროდა, თითქოს იგი არც არაფერს იწონიდა. უპრობლემოდ იკავებდა კონგს მხარზე და იგი ჩამოაგდო MMA-ის მებრძოლეს სავით. აქვე შეგვიძლია დავამატოთ მისი ძლიერი პლაზმური მუშტები და ფეხით დარტყმა, რაც მის დარტყმებს აძლიერებდა, მტრისათვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად. და ეს მას გოძილას და კონგის დამარცხებაში დაეხმარა. თუმცა იმ მომენტში ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ ერთმანეთთან ბრძოლის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როგორია შედეგი? ორივე მაჩვენა ერთნაირი ქმედება გოძილას წინააღმდეგ და არა მხოლოდ, გარდა იმისა, რომ გიდორამ გოძილას სიმაღლეზე აწია. დიახ, მექაგოძილას ფრთები არ აქვს, მაგრამ ამის კომპენსირება პლაზმური მუშტებით შეუძლია, რაც ზრდის მის დარტყმის ძალას. აქ ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მექაგოძილას შეეძლო კონგის ჩამოგდება, რომელიც როდანზე გაცილებით მძიმე იყო. ასევე გიდორას ძლივს მოუხერხდა გოძილას სტრატოსფერომდე აწევა. მექაგოძილა კი ადვილად აბრუნებდა უკან დაჭერით დარტყმით. ყველაფერი ნაჩვენების გათვალისწინებით ამ პუნქტში იმარჯვებს მექაგოძილა. შევადაროთ სიჩქარე და მოქნილობა. გიდორას თავისი უზარმაზარი ფრთების წყალობით შეეძლო დიდი სიჩქარით ფრენა. ასევე მას შეეძლო მკვეთრი მოძრაობების გაკეთება, მოულოდნელი შეტევები და რამდენჯერმე არიდა თავი გოძილას ატომურ სხივს. და მაინც ახლო ბრძოლაში თავი არც ისე თავდაჯერებულად გამოიჩინა და რამოდენიმე დარტყმის გამოტოვება შეეძლო.
მექაგოძილა სხვა ტიტანებზე ბევრად უფრო მოქნილი იყო და ასევე მას მშვენიერი სირბილი შეეძლო, თუმცა თავისი რეაქტიული ამაჩქარებლების გარეშე ვერ შეეძლო სწრაფად გადაადგილება. დამატებით მათ მეშვეობით იგი სიტყვასიტყვით დახვდა ბრძოლის ველზე და უპრობლემოდ არიდებდა თავს გოძილას შეტევებისაგან, რაც მას მანევრირებაში აძლევდა უპირატესობას. როგორია შედეგი? თუ გიდორას აქ ექნება უპირატესობა ფრთების გამო, მექაგოძილას შეუძლია ამის დაბალანსება თავისი ამაჩქარებების მეშვეობით. ანუ სიჩქარის მხრივ იმარჯვებს გიდორა, თუმცა მოქნილობის მხრივ მექაგოძილა. შევადაროთ სიმტკიცე და გამძლეობა. გიდორას აქვს არაჩვეულებრივად მედეგი გარეკანი, რომელიც უძლებდა რაკეტების სროლებს და გოძილას ატომურ სხივს. ასევე მას შეეძლო თავიანთი ფრთების გამოყენება დამატებითი დაცვისათვის. ასევე იგი არ აქცევდა ყურადღებას გოძილაზე უფრო სუსტი ტიტანების დარტყმებს და წყალბადის ბომბამ გოძილა ყინაღა მოკლა, გიდორას კი თითქმის არაფერი დააკლო. თუმცა აფეთქების შემდეგ გიდორამ მარცხენა თავი დაკარგა, რომელიც რამოდენიმე წამში გამთელდა. რაც შეეხება მექაგოძილას, ისიც არის მაქსიმალურად დაცული და რადგან იგი იყო შექმნილი ტიტანებთან საბრძოლველად, მაშინ ის აუცილებლად უნდა შედგებოდეს სპეციალური შენადნობისაგან. და ჩვენ დავინახეთ, რომ მას ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენეს, გარდა კონგის ცულისა, რომელიც დამუხტული იყო გოძილას ატომური სხივით, თუმცა პირველი დარტყმის შემდეგ მექაგოძილას ვერაფერი დააკლო. მაგრამ დამუხტული ცულით კონგს ბოლოს და ბოლოს მოუხერხდა მექაგოძილას დაზიანება და შემდეგ კი მისი განადგურებაც კი. როგორია შედეგი? ფილმში გიდორა მოკვდა იმისაგან, რომ გოძილამ თავის თერმოვირთულ ფორმაში განადგურა იგი თავისი თერმოვირთული იმპულსით და რამოდენიმე აფეთქების შემდეგ მონსტრი ზერო იყო დამარცხებული. გაუძლევდა მექაგოძილა თერმოვირთულ იმპულსს? ნაკლებად სავარაუდოა, შეიძლება არ ამაშინოთ და არა სწრაფად, თუმცა გახანგრძლივებული აფეთქებების შემდეგ ის უკვე შეიძლება დადნეს, ისე, როგორც ყველაფერი ირგვლივ გოძილა და გიდორას ფინალური ბრძოლის დროს. სიმტკიცის და გამძლეობის მხრივ უპირატესობა გიდორისაკენაა, თუმცა იმის თქმა, რომ ეს აბსოლუტური უპირატესობაა, ვერ გამოვა. შევადაროთ შეიარაღება და შესაძლებლობები. გიდორას შეუძლია სამივე თავიდან გრავიტაციული სხივების ამოფრქვევა, რომლებითაც იგი გოძილას კარგ ზიანს აყენებდა. ასევე იგი ღრუბლებისა და ჭექაქუხილის გამოწვევით აძლიერებს თავიანთ შესაძლებლობებს და ყველაზე მთავარი არის სხვადასხვა წყაროებისაგან და სხვა ტიტანების სასიცოცხლო ენერგიის შთანთქმა. მექაგოძილას აქვს დიდი არსენალი, რომელიც შეიცავს: პირველი, რაკეტების დიდ რაოდენობას; მეორე, კუდს, რომელსაც შეუძლია საბურღად გარდაქმნა; და მესამე, უნარი ღრუ დედამიწის ენერგიის მეშვეობით გააძლიეროს თავიანთი დარტყმები, მუშტებით და წიხლებით. და ყველაზე ძლიერი არის პროტონის კივილი, მისი სხივი, რომლითაც მან გამოიწვია ქალაქში დიდი ნგრევა, გოძილას ატომური სხივი დაძლია, გოძილას ტკანი დაუწვა და მისი მოკლაც კი შეეძლო, თუ პირდაპირ პირში ესროდა. ასევე მას აქვს ყბები, რომლებსაც ბრძოლაში თითქმის არ იყენებს. უამრავ შეიძლება მოეჩვენოს, რომ აქ უპირატესობა მონსტრ ზეროს აქვს, რადგან მექაგოძილას ენერგია ამოიწურება, გიდორას შესაძლებლობები კი არსად წავა. გარდა ამისა, მას შეუძლია მექაგოძილას მთელი ენერგია ამოუშთანთქოს, თუმცა სინამდვილეში აქ ფრეა და ამ მომენტს ჩვენ ჯერ კიდევ დავუბრუნდებით. და დავასრულოთ ინტელექტით. აქ არის საინტერესო მომენტი, რომ მექაგოძილა იწერებოდა გიდორას ერთ-ერთი თავისაგან, რომელიც საბოლოოდ მას დაეპატრონა. ორივეს ჰქონდა საბრძოლო იმპროვიზაციის უნარი და ორივე შესანიშნავად იყენებდა თავიანთ შეიარაღებას და შესაძლებლობებს. გამოცდილების გაანალიზებას აზრი არ აქვს, რადგან ეს ერთი და იგივე პერსონაჟია, უბრალოდ სხვადასხვა სახით. მაგრამ ოდნავ უფრო მაღალი ინტელექტი ექნება მექაგოძილას, რადგან მან უპრობლემოდ შეძლო სრული კონტროლის მოპოვება და მთელი თავისი შეიარაღების დაუფლება, ამიტომ აქ უპირატესობა ექნება მექაგოძილას. ვინ გაემარჯვებს საბოლოოდ? ჯერ უნდა ვუპასუხოთ კითხვას, რატომ გამოვიდა შეიარაღებისა და შესაძლებლობების მხრივ ფრე, თუ მექაგოძილას არსენალი შეიძლება ამოიწუროს, ხოლო გიდორას შესაძლებლობები შენარჩუნდება. საქმე იმაშია, რომ მექაგოძილა რობოტია, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოგიკურად მას დატენვა სჭირდება. გიდორას სხივები ნაწილობრივ ელვებია და არსებობს შანსი, რომ მათგან მექაგოძილა შეიძლება დაიმუხტოს. რაკეტები რა თქმა უნდა არ აღდგება, მაგრამ არსად გაქრება
კუდი ბურღი, ენერგეტიკული დარტყმები და პროტონის კივილი. დიახ, გიდორას შეუძლია მექა ჩაახრჩოს და ენერგია ამოუშთანთქოს და მექას ამის შესახებ არაფერი ეწოდინება. მაგრამ მიახლოებას მაინც არ აქვს აზრი, თუმცა თუ ეს მაინც მოხდება, მაშინაც ეს არ მოხდება მაშინვე. უამრავმა შეიძლება თქვას, რომ გიდორას შეუძლია მართვის ოთახის განადგურება, რაც მექაგოძილას მწყობრიდან გამოიყვანს, როგორც ნაწილობრივ ფილმში მოხდა. მაგრამ პირველ რიგში გიდორას ამის შესახებ არაფერი ეწოდინება. თუ ბრძოლა ამ ადგილთან ახლოს გაიმართება, მართვის სისტემის განადგურება მხოლოდ შემთხვევით მოხდება. ხოლო ნეიტრალურ ადგილას მექაგოძილას ამის გამო არ მოუწევს ღელვა. მეორეც, ეს მხოლოდ დროებითი შეჩერება იქნება, რადგან მას კვლავ შეუძლია გააქტიურდეს და ბრძოლა გააგრძელოს. რაც შეეხება მექას არსენალს, დაეხმარება პროტონის კივილი? დიდი ალბათობით კი, რადგან მან მოახერხა გოძილასთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დაეხმარება კუდი ბურღი? სუსტად, მაგრამ ალბათ კი. მონსტრების მეფემ გიდორას თავი მოაგლიჯა, ხოლო მექა მას ძალაში თითქმის არ ჩამორჩება. რაკეტები არ იმოქმედებს, ხოლო ენერგეტიკულმა დარტყმებმა შეიძლება მონსტრიზე რომ მხოლოდ დროებით დააბნიოს. ბრძოლა ფრეს ემსგავსება და აქ ორი შესაძლო სცენარი არსებობს. თუ მექაგოძილა ბრძოლაში უყურადღებოდ მოიქცევა და საბოლოოდ მის დაჭრას დაუშვებს, გიდორა გარკვეული სირთულეებით გაიმარჯვებს და მისგან მთელ ენერგიას ამოშთანთქავს. და მეორე, თუ მექაგოძილა დისტანციას შეინარჩუნებს, გონივრულად გამოიყენებს არსენალს და მონსტრ ზეროსთან მიახლოების შემთხვევაში სრულად გამოიყენებს ბურღს, მაშინ დროთა განმავლობაში შეძლებს გამარჯვებას. მაგრამ მოდით მაინც შევხედოთ, როგორი შეიძლებოდა გამოსულიყო მათი შერკინება თუ ისინი შეხვდებოდნენ. ვთქვათ, გიდორა თავს დაესხა ერთ-ერთ ქალაქს, განადგურა ყველაფერი მის ირგვლივ და აპექსი აგზავნის მის წინააღმდეგ თავის ქმნილებას მექაგოძილას, რომელსაც 5 ადამიანი აკონტროლებს, რომლებიც შევიდნენ დრიფტის თავსებადობაში ერთმანეთთან. გიდორა როდესაც შეამჩნევს უჩვეულო არსებას, შესდება დაამტკიცოს, ვინ არის აქ მეფე და შესდება მის დამორჩილებას, თუმცა ეს მას ვერ გამოუვა. ამის შემდეგ გიდორა აიწევა ჰაერში და შეეცდება მექაგოძილას შეუტევას ზემოდან. მექა კი საპასუხოდ გაუშვებს თვით დამიზნებად რაკეტებს მფრინავი მიზნისაკენ, რომლებიც აუცილებლად მოარტყამენ მას, თუმცა არ ავნებენ. ამ მომენტში მექა გიდორას დაიჭირს და დაიწყებს მის სროლას. ახლო ბრძოლა რა თქმა უნდა სასტიკი იქნება. მექაგოძილა გამოიყენებს პლაზმურ დარტყმებს, ხოლო გიდორა თავისი მხრივ უპასუხებს, თუმცა მისი კბენები და ხრჩობის ილეთები უშედეგო იქნება. სამაგიეროდ მას შეუძლია შთანთქოს ირგვლივ არსებული მთელი ელექტროენერგია და წარმოქმნას ძლიერი ელექტრული განმუხტვა, რომელიც მექას უკან დაახევინებს. მაგრამ რადგან მექანიკური მონსტრი იკვებება ღრუ დედამიწის ენერგიით, ეს მასზე გავლენას ვერ მოახდენს. მიუხედავად ამისა, გიდორას მიეცემა აღდგენის შესაძლებლობა და შესაძლოა გამოიყენოს თავისი გრავიტაციული სხივები და რადგან მექაგოძილას ადამიანები აკონტროლებენ, ამიტომ ის მყისიერად მოახერხებს რეაგირებას და საპასუხოდ გამოიყენებს თავის პროტონულ კივილს. აქ ჩნდება კითხვა, რა მოვა მათ ასეთი შეტევების შემდეგ? ვფიქრობ, გრავიტაციული სხივი მექას დააბნევს და გადააგდებს, ხოლო პროტონულმა სხივმა არამხოლოდ გადააგდო გოძილა, არამედ მას კანი დაუწვა. ასევე მან ორად გახლეჩა თავის ქალის ეშმაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გიდორა ძლიერი ტკივილის შოკს განიცდის, თუმცა ეს მას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. და აი რატომ, მონსტრის ზერო ძლიერი რეგენერაციით გამოირჩევა. მისი ჭრილობები მყისიერად ხორცდება. შემდეგ გიდორას შეუძლია მექაგოძილა დაიჭიროს, ასწიოს ძალიან მაღლა და შემდეგ კი მის დიდი სიმაღლიდან გადააგდოს. საკითხავია, რამდენად სწრაფად შეძლებს მექაგოძილა ამის შემდეგ აღდგენას. თუ მექა ისევ აქტიური დარჩება, გიდორა მას ბოლოს მოუღებს. ის თავის მძლავრ კისრებს მოუჭერს მტერს და მისგან დარჩენილ ენერგიას ამოშთანთქავს. და რადგან მექაგოძილას დამოხტვა სჭირდება, ეს მისთვის დასასრული იქნება. მაშასე შედეგი. დღევანდელ შერკინებაში იმარჯვებს კინ გიდორა
თუმცა ეს ბრძოლა მისთვის ძალიან რთული იქნება. თუ თქვენი აზრი განსხვავდება, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაწეროთ ამის შესახებ კომენტარებში. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ თქვენ დღევანდელი შედარება მოგეწონათ. თუ ასეა, მაშინ დაალაიკეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარიც მოაყოლეთ. თქვენთვის რთული არაფერია, ჩემთვის კი ძალიან სასიამოვნოა. ყველას წარმატებები და კარგად ბრძანებოდეთ.